მოგახსენებთ, მე გახლავართ საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცერი და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მონაწილე კაპიტანი ლევან კობაიძე, რომელმაც იძულებით დავტოვე თავდაცვის ძალები და ქვეყანა. ახლა მე მინდა გესაუბროთ ბავშვების წამებასთან დაკავშირებით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემის სპეკულაცია. და მინდა გითხრათ მოკლედ თუ რა მოხდა მაშინ. 2016 წლის გაზაფხულზე შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე მინდოდა მესარგებლა საყარაულოს საპირფარეშოთი. როდესაც მივედი საყარაულოს შემოღობასთან, შორიდანვე შევნიშნე ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ეზოში. რომ მივედი, მკითხე რიგითებს, თუ რატო იყვნენ ეს ბავშვები სველები, ტანსაცმელი და მთლიანად სველები რო იყვნენ და რა უნდათ საერთოდ, რიგითებმა მიპასუხეს, რომ ყარაულსფროსმა კაპიტანმა ნიკოლოზ ქველაძემ ეს ბავშვები გადმოასმენა ღობეზე და თავად წყლით სავსე კასრში აყურყუმელავა ეს ბავშვები. მოგეხსენებათ, რომ მოსკოვის პროსპექტზე არის ეს ქვედანაყოფი და არის საცხოვრებელი კორპუსები იქვე საყარაულოს შენობასთან და ეს ბავშვები ღობეზე ამოდიოდნენ ხოლმე და ესაუბრებოდნენ რიგით ჯარისკაცებს. შემდეგ რომ გავაგრძელე გზა საყარაულოს შენობისკენ, რომ შევედი საყარაულოს შენობაში, ფხიზელისთვის ოთახში, დამხვდა ესეთი სიტუაცია. ორი რიგით ჯარისკაცს, რიგით კასუმოვს და რიგით გიგლენიანს, ეს მცირეწლოვანი ბავშვი ასე 7-8 წლის, ბიჭი, გვარად არაქელიანი, კლავებში ეკავათ, ხოლო ყარაულის უფროსი ნიკოლოზ ქველაძე ერთ ხელში შეშის ღუმელიდან გამოღებული ნაცარი ჰქონდა და ამ ბავშვს სახეზე უსმევდა და მკერდზე, ხოლო მეორე ხელით ყურებს უწრეხავდა. ეს ბავშვი მთლიანად თავის ტანსაცმლიანად სველი იყო და განწირული ხმით ყვიროდა და შველას ითხოვდა, ტიროდა. აღნიშნული ფაქტი მომენტალურად განვტვირთე და გავაშვებინე ხელი. და ვუთხარი ეს ბავშვი სასწრაფოდ უნდა გაიყვანა საყარაულოს შენობიდან და არ შეიძლებოდა როგორც ამ ბავშვს ექცეოდნენ. ხოლო ნიკოლოზ ქველაძემ მიპასუხა, რომ ეს მისი საქმე იყო და ეს წინა დღეებში ეს ბავშვი აბრაზებდა და ასე უხდიდა სამაგიეროს. მე ვუთხარი, რომ სასწრაფოდ უნდა გაეშვათ ეს ბავშვი, კიდევ გავუმეორე და ვუთხარი, რომ საპირფარეში და როგორც გამოვიდოდი ეს ბავშვი აღარ დამხედროდა ამ შენობაში. საპირფარეში და რომ გამოვდიოდი, ამ ბავშვის განწირული ხმა მესმოდა. იქვე გვერდზე იყო საშრობი ოთახი, სადაც ეს ბავშვი შეუყვანიათ და გამათბობელი არის დენის, ბეჭებით იყო ეს ბავშვი დაწვენილი, რიგით ჯარისკაცებს ეკავათ, ხოლო ნიკოლოზ ქველაძე ერთი ხელით ჩამთველ გამომთველთან, ხოლო მეორე ხელით კი ამ ბავშვს შორტს აზრობდა და ჩამთველ გამომთველზე იმიტაციას აკეთებდა, ვითომ დენი შედიოდა ამ გამათბობელში და აშინებდა ამ ბავშვს, რომ დენი დაარტყავდა. ეს ბავშვი შიშისაგან განწირული ხმით ყიოდა და ტიროდა და შველას ითხოვდა. ეს ბავშვი მაშინვე გავაშვებინე და ჩემთან ერთად საყარაულოს შენობა დატოვა ამ ბავშვმა. ამ ფაქტის შესახებ გაიგო მშობელმა დედამ, რომელიც იმ დღისითვე მოვიდა ქვედანაყოფის გამშვებ პუნქტთან და ითხოვდა მეთაურთან შეხვედრას. ასევე ეს ფაქტი დააფიქსირა მაშინდელმა ბაზის მორიგემ ჟურნალში. ჩემგან გაიგო ბაზის მეთაურმა პოლკოვნიკმა ილია ლუტიძემ და ასე მითხრა, არა უშავს, მე რა მოხდაო. ნუ ღარ გააზვიადებთ ამ ფაქტსო და ნუ გაიტყვით სამხედრო პოლიციასთან და მაგით დამთავრდებაო, არა უშავსო. ასეთი პასუხი გამცა. მეორე დღისით დავით ნემსაძემ საც გაეგო ეს ფაქტი რიგით ჯარისკაცებისგან და ჩემთან გადაამოწმა ეს ფაქტი, რომელიც მე დაუდასტურე, რადგან პირადად ვიყავი ამ ფაქტის მხილველი და მოწმე. შემდეგ მე და დავით ნემსაძემ ეს ფაქტი გავახმაურეთ სამხედრო პოლიციასთან, ბაზის სამხედრო პოლიციამ გაიგო, მაგრამ უშედეგოდ. დავით ნემსაძემ შემდეგ გენინსპექციაში წაიღო ეს საქმე
დაგვიბარეს, დავკითხეს ამ თემის ირგვლივ. მუქარები დაგვიწყეს გენინსპექციაში, იქ შემოვიდა ედუარდ დემეტრაშვილი, ილია სუხიაშვილი და დაგვიწყეს მუქარები, რომ თუ რატომ მივიტანეთ ეს ფაქტი მათთან, ეს ბავშვების წამების ფაქტი, შეიძლებოდა არ გაგვეხმაურებინა, რომ ამის შემდეგ ჩვენ ქვედანაყოფში ვეღარ ვიქნებოდით კარგად და იმუქრებოდნენ. შემდეგ ამ ფაქტის შესახებ თავდაცვის სამინისტროში პატაკით მიმართა დავით ნემსაძემ, მივედით ერთად, ფარით დარეკა დავით ნემსაძემ, მაშინდელი მინისტრის თინა ხიდაშელის მოადგილესთან, ანა დოლიძესთან. ანა დოლიძეს წარმომადგენელი ესაუბრა ტელეფონზე, რომელმაც გაიგო რა თემის ირგვლივაც ვიყავით მისულები ამ ბავშვის წამებასთან დაკავშირებით და გითხრა, რომ ვერ მიგვიღებდა ანა დოლიძე, როგორც გაიგო ეს ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვიყავით მისულები. წამოვედით იქიდანაც უშედეგოდ. შემდეგ ეს ფაქტი დავით ნემსაძემ და მე მივიტანეთ სახალხო დამცველთან, მაშინ იყო უჩან ანუაშვილი, მაგრამ არც კი მოგვისმინა საერთოდ და არანაირი შედეგი არ დადგა მათი მხრიდან. შემდეგ რამოდენიმე წლის მერე ამ ფაქტის შესახებ დავით ნემსაძემ და მე ამ ბავშვიდან მოვიძიეთ ინტერვიუ პირადად ამ ბავშვისგან და არსებობდა ვიდეო მასალა, რომ ეს ბავშვი იძახის თუ როგორ აწამეს და როგორ მოექცნენ ამ ბავშვს და შემდეგ სამხედრო პოლიციელი წარმომადგენელი როგორ მივიდა მის სახლში და თითით ტუჩთან მიტანით როგორ გააფრთხილა, რომ ჩუ რომ არ ესაუბრა ამ თემაზე ამ ბავშვს და ასეთი მუქარებით სამხედრო პოლიცია დატოვა ამ ბავშვის სახლი. ეს ყველაფერი მასალა ქონდა დისკზე მიტანილი ნინო ლომჯარიასთან, რომ გაიგო რაზეც ვიყავით მისულები, არ მიგვიღო და უკან გამოგვაბრუნა. შემდეგ ამ თემით ასევე თავდაცვის სამინისტროდან გიორგი მოლოდინი იყო დაინტერესებული და იმუქრებოდა და მეთაურთან არაერთხელ დარეკა ლუტიძესთან და ლუტიძემ გითხრა, რომ ჩვენ ამ თემით გავირთულეთ საქმე და ურეკავდა მას გიორგი მოლოდინი თინა ხიდაშელის დავალებით, რომ ამ ფაქტზე ჩვენ გავჩერებულიყავით აღარ გაგვეგრძელებინა ბავშვების წამების ირგვლივ საუბარი საერთოდ და შემდეგ მოხდა ისე, რომ ამ თემის ირგვლივ ამ თემას შეეწირა დავით ნემსაძე, ერთ თვეში მიზანმიმართულად გამოუცხადეს 3 საყვედური და დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან და დევნიდნენ მიზანმიმართულად. მინდა გითხრათ, მე შემდეგ გიორგი მოლოდინმა დავით ნემსაძეს პირადი საქმე გაასაჯაროვა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასე მოხდა ეს ყველაფერი. ერთხელ და სამუდამოდ რო გაეცეს ამ შეკითხვებს პასუხი, ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ. მე მგონი ყველასთვის ნათელია ყველაფერი.